დამისახელე შენთვის ყველაზე ცუდი იუთუბერი. მანანა გვაქვს? არა დედიკო, აუცილებლად უნდა დახვიდე დედიკო. ტიპი, კარგი ბიჭია. გამოიღე და გადაკარო. გიო ხმები კაია? ორა, კაია პირველი პოდკასტი. ცოტა აქეთ ჩამოიწია. მატორ? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ცოტათი განსხვავებული ტერიტორიიდან. კარგი ხარ თოკო. ნამდვილად მივესალმები ყველას. განსხვავებული ადგილი არის პირველი გადაცემისთვის, თორე ჩვენი არ და შემოგევლოს ჩემი. თორე რეალურად ჩვენ ვიყოფებით მეორე სართულზე, სადაც გვაქვს გადაღებები, იმის მეორე სართულზე არის ესეთი გადასარევი გარემო. ყველაფერი არის ჩვენი ხელებით, ჩვენი გემოვნებით, ჩვენი სახსრებით გაკეთებული და დიდი მადლობა ამისათვის ბიჭები. პირველ რიგში თქვენ და მე ჩემი. მოდი გადავიდეთ საქმეზე, მე მგონი დრო ანიკარას. კი ბატონო. მაშინ დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი გადაცემის წარმოდგენი არის აჭარაბეთი და დიდი მადლობა მათ, რომ გამოიჩინეს ყურადღება და რაღაც ინიციატივა გამოიჩინეს და დაგვიდგნენ გვერდში. დიდი მადლობა აჭარაბეთს ამ ყველაფრისთვის. უი, როგორ გამოისახა? რა კარგია. რა მაგარი სისტემა შექმნით ბიჭები. შეამჩნევდით ჩვენ მაგიდაზე კიდევ ერთი ჩვენი ახალი მეგობარი, რომელზეც თორნიკე ისაუბრებს. ვინ არის ეს? ეს არის ნატახტარი, ლუდი, ყველამ ძალიან კარგად არ უნდა ჩვენი საუბარი, ბევრი, მაგრამ საუბარი უნდა იმას, რომ ეს არის ახალი გემო. უბრალოდ ერთი პრობლემა გვაქვს ნიკუში. მე ფიზიკურად ვერ შევაფასებ გემოს. რატო? ამას თქვენ დაგითმობთ, იმიტომ რომ ლუდის ერთი კლუბით ცხოვრებაში არ მაქვს დალეული, იმენად არ მეყურს. ჩემს სიცოცხლეზე. ვითომ არ იცის ხა. ვაფშე არ ვიცი თქო. არ მინდა ხა ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან მომწონს ნატახტარის ახალი შეფუთვა და თორნიკე როგორც მე მგონი მარკეტინგის იდეოლოგი და ზოგადად ცხოვრების მემატიანე შეაფასებს ბრენდინგს იდეალურად. მე შეფუთვების პათოლოგი ვარ მეგობრებო, გეცოდინებათ ალბათ და აი ამ ბოთლს ძალიან კარგად დავახასიათებდი. პიროვნულად. შენ ბოთლი დაახასიათე, ანუ მე ტოპ 100 საქართველოს მასშტაბით ტოპ 100-ში ვარ, დაახლოებით მე-11 ფანი. ან ისე მიყვარს ლუდი და აი მოდი ყველა ლუდი გასინჯული მაქვს საქართველოში რაც არის. აბახმად თითქმის ალბათ თავარი ლუდები და პირველად უნდა გავსინჯო ეს მართლაო. აი ესა. ჩუ. მოდი ჩვენს პირველ პოდკასტს გამომარჯოს და წარმატებული ყოფილიყოს ეს პროექტი ჩვენთვის. გაგიმარჯოთ კინოცვალით. ანუ პირველ დალევაზე ამას თუ ჩავწდი, ესე იგი პირველ კლუბზე. ამას თუ ჩავწდი, ესე იგი გემრიელია. ძალიან მომეწონა ეს გემო და მე მართლა ხშირი მომხმარებელი ვიქნები. გინდა თუ არა მაინც მოგიწევს? ანუ მომხმარებელი კი არ ვიქნები, რასაც მომაწვდით, იმას მივირთო. ოღონდ მირთმევს სიამოვნებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი არის. ანუ დედას ვფიცავარ გემრიელი არის. რამდენსაც გამოვუშვით, იმდენს დავლევ. ამიტომ რამდენიც არ უნდა გამოვუშვით, ყველას დავლევ. გემო შეიცვალა? კი. არის ხავერდი გზობა. ხავერდოვანი, ანუ რბილი გემო აქვს და აი ბოლოს კლუბის მერე რო ის ქერის და რაღაცების გემო, აი ძალიან სასწაული. თორნიკეს არაფერი ნაცნობი არ არის ხა. მაგრამ ძალიან გემო არის. მართლა კარგი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ. თავიდანვე გამოიწერეთ, თორე მე ხო გავიწყდებათ რა. ანუ ეხა ამას რო ნახავთ, არხი გამოიწერეთ და ისე გავაგრძელეთ ყურება. გთხოვთ, იმიტომ რომ მართალს ბაზრობთ. ჩვენი დღევანდელი მიმართულება იქნება, ჩვენ გუშინ დავდეთ პოსტი YouTube community-ში, ვინც არ იცით და მაყურებელს ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის დაესვა კითხვები და ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ თემებზე, რომელსაც ამოვარჩევდით. კი ბატონო. მე ამოვარჩიე ბიჭებო, თქვენ რო გეძინათ ღამის 4 საათზე. ვიმუშავე მე ფუტკარებით. ფუტკარი. საინტერესო კითხვები რაც იქნება, მაგაზე ვისაუბროთ. თუ უნდა მე წავიკითხავ. ანუ მაგით დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა თავარი მიზანი არის, მივუძღოთ იმას, რომ უკეთ გაგვიცნოს მაყურებელმა. ჩვენ მარტო გვიცნობენ ჩვენს ვიდეოებით, ფიქსირებული სახეებით, ფიქსირებული იუმორით. მოდი აქ ვიყოთ ის რაც ვარ. გაუმარჯოს ჩვენს ახლოს გაცნობას გაუმარჯოს, ჩვენს ჯანმრთელობას და ბედნიერებას გაუმარჯოს, გაგივარჯოთ თქვენს ასევე. მოდი მაშინ ერთი ხელის მოსმით გავიაროთ რა თემები იქნება დღეს, რას ვაპირებთ და შევბეროთ რა. მოკლედ პირველი იქნება კითხვა-პასუხი მაყურებელთან, მეორე იქნება ლანჩის ბრეიკი. კი ბატონო. ლანჩი გვექნება და საჭმელს შევაფასებთ. რა თქმა უნდა ჰანგრიმენი. ვისი ჰანგრიმენია? შემდეგში შეგიძლიათ ხალხო თქვენს გვირჩიოთ ზოგადად რა თემას მიუძღვნათ, რა ვაკეთოთ და ხო? ჩვენ ახლა გვქონდა ერთი მთავარი თემა, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთებინოთ თლიანი ჰანგრიმენის ვიდეო, მაგრამ არ გავაკეთეთ, იმიტომ ყველა ამას აკეთებს. ეს თემა არის ევროპის ჩემპიონატი.
აუ ერთი ორი სიტყვით შევეხოთ ახლა ლუდები გვიდგას აქ და ევროპის ჩემპიონატზე არ ვთქვა ნიკა ვის გულშემატკივრობ ნიკა ინგლისის ნაკრების გულშემატკივრი ყავი 4 თქარები მაგრამ იმდენად აი ეს ჯერარდი ლამპარდის ხანა რო წავიდა რაღაც მეს გადავა ეს ორი ფეხბურთელი ფუძე რომელიც მართავდა მთელ ინგლისს და ეხლა გულშემატკივრობ საფრანგეთის ნაკრებს ოუენი რო იყო თავდასხმაში რატო არა იქ ხანა სკოულზი იყო ეხლა უკვე საფრანგეთზე გადავერთე დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე იქ მაგარი ფუტბოლისტები თო სიმონ ბენზემა გინდა 13 წლის ელენიკოს შენეს ეს თემა ძალიან აინტერესებს 13 წლის ელენიკოს უყურებს გადართი შვილო მე ვფიქრობ შვილო შენ იყო და გაერთო ამ არხზე მაგრამ ეს ოყლაყი ადამიანი რომელიც ძლივს ის თავის სკამზე არ გამოჩნდება მაინც თავისი გადაცემა აქციოს გენდერულად უთანასწორო ასაკით მხოლოდ რამდენი სეგმენტზე მორგებული ელენიკო რო დავაინტერესოთ კაი ნატახტარეთ 59 წლის ვახობიზია 50 ჩვენ გვაქვს ანალიტიკა სადაც ჩანს 59 წლის ვახობიზიები ნაკლებად გვაქვს არა ვერ ვიტყოდი 13 წლის ბავშვების არ გიყურები ხო ანუ 18-დან 30 რამდენამდე ვახოები გიყურებენ ხო მაგრამ მანდილები რამდენი არიან აქედან მანდილებო თქვენ მანდილები ნაკლებია გიდათ კითხვები დავიწყოთ კითხვების მე რუბრიკა წავიგებ პატარა ელენიკოს კითხვით დავიწყოთ პირველი კითხვა კლაჩერ შედაუ გვეკითხება როდის იქნება 10 კლაჩი როდის იქნება ოიმე ვირა რა პირველი კითხვა როდის იქნება 10 კლარის ბოლო შეჯიბრი ბოლო არა ანუ ალბათ მესამე ფინალური რაუნდი ალბათ არა მესამე ორივეს უპასუხოთ შემდეგი რაუნდი პრინციპში მესამე რაუნდი კითხვა დაგვისვა და გეტყვით ამ ვიდეოს დადებიდან ალბათ დაიდება ერთ კვირაში არა თორნიკე არა სამ კვირაში არა მოიცა ხო ორ კვირაში უწევს დაახლოებით. მე შეიძლება სხვა ვიდეო დაიდოს და მე ის ანუ ამ ვიდეოს შემდეგი ვიდეო იქნება 10000 დოლარი. და იქნებიან, მოდი დავასპოილერებ, რომ ესენი არიან დედრობით ისკესის წარმომადგენლები. მანდილები. კი ბატონო, დედლები. ძუები. ერთ-ერთი იქნება ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ცოლი სანდრა ბალოკი. სტატურა სანდრა ხელა პროცენტია არის აი მოდი დავიწყებ რა ანუ ქალბატონები იქნება როგორ ჯერ არ ვიცით ვინ იქნება რა ძალიან მარტივად ორ კვირაში დაიდება ქალების შეჯიბრი და რამდენ შოლობთ YouTube-იდანო მოდი ვუთხრათ ერთხელ სამუდამოდ კონკრეტულად ერთი უხეშად რო გითხრათ მილიონ ნახვაზე ქართულ YouTube-ზე სადღაც $300 არა 250 ზუსტად სადღაც არა ზუსტად $270 არის ანუ თვიდან თვემდე Hungry Man-ს ამდენ ნახვაში უგროვდება $300-დან $320-მდე. უკვე გავზარდეთ ეხლა ვართ მაგარ მინუსში, ერთი 100,000-ის მინუსში ვართ. არის წელი? არის 140,000-ის მინუსში ვართ რა. ანუ ხარჯი გვაქვს ბევრად მეტი ვიდრე შემოსავალი, მაგრამ ჩვენი ამ წლის გეგმა არის ის, რომ გავნულდეთ მინიმუმ და მეორე წლიდან უკვე დავიწყოთ შემოსავლებზე ფიქრი და მოგებაზე. ანუ ჩვენაც შემოგვდის დღეისობით და ალბათ ეგრე იქნება კაი ხანი ეს იღებს მაგ ფულს და ვაბრუნებთ ჩვენს საქმეში რაც არის ჯანსაღი ღმერთმა იმის ფუფუნება მოგცვა რომ ის ფული პურისთვის არ გვჭირდებოდეს ხო ანუ პურისთვის სხვა ფულებით ხიდულობთ პურს და ამას მთლიანად ვატრიალებთ და სასისკეც თუ მოგვინდა უკვე ცოტას ვაკლებთ აქედანაც მაგრამ თვითონ პურს როგორც ესეთი რა კარგად ცომიანი მასა მაგას უკვე ძალიან კარგი იუმორი. კარგია ესე. გილაბუცეთ, იღლისით, ყველა იუმორს გაგიბანძებთ მე ჩემთან მოხვალთ სახში და შემეხვეწები თუ არ გინდა თორნიკე ეგრე, მაგრამ კი ბატონო. მე მოშეცო არ დაგწერდა ჩვენეკო. წვნიანს ნუხრიყო ზარმოხო. დახრებე დადახტარე. ანუ ზარხოშის ყველაზე ცუდი ვარიანტი ხედავთ მეგობრებო აქ, როდესაც ნახევარ ლუდსვავ და ესეთი ამ გემართება. ლუდი შემიძლია სვა? მაცი არის სანამ გაიძარცვება. ყველამდე. ჩემს მიერ. ანუ ისე მიყვარს რომ ულიმიტოდ შემიძლია სვა და ფსა. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი საინტერესო თემა. შემდეგი კითხვა გინდა? კი ბატონო. ცოტა კაცი კითხვები. ჩემთან გამოვშვი. ვასახوار დავწყნე. კაი, კაც ერთი ბევრი კითხვა იყო, ჩვენ კი ვისაუბრეთ, მაგრამ რატომ წავიდა კაკო, ბევრმა ადამიანმა იკითხა და კარგი, უპასუხოთ კიდევ ერთხელ და ვუპასუხო ესე? აღარ იყოს ამ თემაზე. მოდი გუგა მოპასუხე. მოდი გუგა, შენ თვითონ უპასუხე. გუგა არ ელოდა ამ ყველაფერს, მაგრამ აბა უპასუხე. კაკო წავიდა, იმიტომ რომ აღარ უნდა და Hungry-ში ყოფნა. კი თვითონ კი ამბობთ გამაგდეს, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. სადღაც ამბობს ხოლმე ხშირად რომ გამაგდეს იუმორში ამბობს, მაგრამ სულ მაგას იძახის და რეალურად არასდროს არ ვიტყვი და ეგ გამოდის სიმართლე. რეალურად კი, Hungry-ში აღარ უნდა და წავიდა.
სხვა ინტერესები უფრო ქონდა მე ესე მგონია და წავიდა იმ ესე გონი არ იცი ანუ აი რატო წავიდა ნიკა თუ იცი თქვი იცი კი რატო აღარ უნდა და ხანგრძლივი მორჩა დამთავრდა ამ ტესტები შემდეგი კითხვა კი ბატონო ძველი კონტენტიდან რომელიმე დაბრუნდება whole data გვეკითხება კი ბატონო დაბრუნდება ძალიან მაგრამ თქვენი საყვარელი გადაცემა მაყურებლის დიდი თხოვნით შედეგად ჩვენ ვაბრუნებთ ინტრიგას გილოცავთ კაი, გუგა, შენს არხზე ბიტბოქსის ვიდეოს რატო არ დებო? აი ეს კითხვა მე გიპასუხო ხო? მართლა. მაინტერესებს აბა რატო არ დებო? გუგა იმიტომ არ დევს თავის არხზე ბიტბოქსის ვიდეოებს. აი გუგას არხებში შეგიძლიათ აიქხილოთ. შეგიძლიათ გამოიწეროთ. ანუ გულწრფელად გეუბნებით რომ ერთ-ერთი ყველაზე underrated არხია და ყველაზე რაღაც მიტოვებული გუგას მიერ, იმიტომ რომ გადაწყვიტა რომ full time როგორც თორნიკემ გადაწყვიტა რომ სამსახურიდან წამოსულიყო და მთლიანად ჩვენთან დაეთმო თავისი ძვირფასი დრო, ასევე გუგამაც გადაწყვიტა რომ მთლიანად Hungry-Man-ზე გადმოსულიყო და თავი დაენებებინა, იმიტომ რომ იმდენ შრომას მოითხოვს მართლა ეს ყველაფერი ბიჭებო და ამით ახმებით რათა ჩვენ ვაკეთებთ რომ შეიძლება მალე გავაქტიურდე. ანუ ეხლა იმდენად ბევრი საქმეა მართლა მიმართ Hungry-Man-ში რომ უნდა დავლაგდეთ. აი ეს დალაგების პროცესი ძალიან დიდხანს გაიგრძელდა. დაახლოებით რაც დავიწყეთ იმის მერე გრძელდება ჯერ. რაც ახალი Hungry-Man-ი დავიწყეთ, ახალი განვითარებული რაც კაკო წავიდა. კი ბატონო. მოდი თქვათ გუგა რომ შენ აუცილებლად დაბრუნდები. მე აუცილებლად დაბრუნდები და გამოიწერეთ ჩემი არხი ძალიან. და ძალიან მინდა რომ მეც ჩავერთო გუგას შემდეგ ვიდეოში და მუსიკალური გაფორმება გავუკეთო. კოლაბორაციები იქნება ჩემი და ნიკა ტივის. რომელია თქვენ შორის ყველაზე სიმპათიურია? ალბათ დათუნა მარტივად იტყვის ვასაც რომ მე ვარ უპირობო ლიდერი ამ საკითხში. ისეთი რომ ჩააგდეს. ყველას ჩვენ თავი გონია, ყველაზე სიმპათიური. ყველას თავი უყვარს. მე ყველაზე მეტად მომწონს ჩემი თავი. მე რა თქმა უნდა. აი ეს ჭაღარები რო არ მომატებოდა, ვაფშე მომეწონებოდა. ჭაღარ მაგარი პირიქით მიხარ. ბიჭო, მე მგონი რომ ჭაღარი მომატება სიკაცესთან ასოცირდება. გზელთმას არ უხდება და მოკლეს უფრო. მე შეიღება შეშემა. შეიღება. მე ვაპირებ შეღებას. პირდაპირ მე ვაპირებ თემები შეღებას. რო გავიზდები. რო გავიზდები, ანუ თემები რო გამჭაღარავდება. ცოტა დასაღვინებელი კი გახდი ასე ის. კაი კითხვა, ბუგი გვეკითხება, რა იწვევს ვიდეოების დადების ინტერვალის გაწელვას. ვიდეოების დადება იმიტომ იწედება, რომ იწელება რას ნიშნავს? ანუ რას ნიშნავს გადადება იწელება? ალბათ გულისხმობენ კვირაში ერთხელ სტაბილურად რატო არ იდება? არა, იდება, ანუ კვირაში ერთი ვიდეო რატო იდება? კი ბატონო, გიპასუხე. არ იდება ამ ეტაპზე ნიკა. ბიჭო, სამ კვირაში ერთი. აი, მაგიდასთან რომ ვისხდეთ ჩვენ და გადავიღოთ ვიდეოები ხო? ჩემო თორნიკე გუბა. დაიდებოდა კვირაში 2-3-იც. მაგრამ მე მგონი ხედავთ ხო ეს ვაშენებთ. ეს დაიდება ეხლა ხვალ ვიღებთ და დღეს დავდებთ. და მშვენიერია, ცუდი კი არა. ისე ტახტარს დავაბრალებ ყველაფერს. დღეს ვიღებთ და ხვალ დავდებთ, მაგრამ სლოტის აპარატს ვაშენებთ. იქ ხო, ანუ ძალიან ნათელია რატომაც იწელება, იმიტომ რომ ჩვენი კონტენტის შექმნა მოითხოვს ძალიან დიდ დროს და ძალიან დიდ შრომას და ძალიან რესურსებს. ფინანსურ რესურსებს. თქვენი აზრით რომელი იუთუბერია საუკეთესო თქვენს გარდა? ეს კაი იყო. დაგვენზარა დედმანგეო. სწორად თქვა თქვენს გარდა, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენ თავს პირველ რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ვიყოთ საუკეთესო იუთუბერი. ანუ მე მგონია რომ ამ დროისთვის ჩვენზე კარგი იუთუბერი არ არის საქართველოს. ეგ გულწრფელად ეგ. მე ვერ დაგეთახმებოდ. ვინ გიჩვენია მაშინ გითხარი ამასთან? და მიჩვენია ყველა ქართული იუთუბერი. აი რა კარგი. და გეტყვი ჩემ მიზეს. YouTube არხი თვეში 2 ვიდეოს არ უნდა დებდეს ბიჭებო. ესმის? ესმის? მაშინ შენ ხარ ცივი კამკამა ახალი. აი მე აი ერთი წამი. ვახში. ლა. შენ ხმარა? აიმე. ტიპი რეკლამას ავიცოს. აი ლუდი რო ძალიან ცივი როდესაც არ არის, ანუ კაპიტანი ფასი აკეთება მართლა, ანუ აი ყინულა, აი საყინულიდან მოიღო სანამ ყინული მოედება რა. ნიკა, აი ჩადე ხო მაცივარში, დააყენე სათვალთვალო კამერა საყინულეში, აი ამ ხმებს გააკეთეს.
გამოიღე და გადაკარო. აი მაგდოსაკი. ო რა კადრი გენიალური. შოუ მეგობრებო, ეს არის შადრევანი მიშა მაგარია. ქვევითას საფეთკები. ყველაზე წარმატებულ იუთუბერებში დამისახელე შენთვის ყველაზე ცუდი იუთუბერი. წარმატებულებში ცუდი? ანუ 80,000-ზე მეტი გამომწერე. კაი, ბაზარი არა, კაი კითხვა, ძალიან კაი კითხვა და გიპასუხებ. მოდი ჩამოვთვლი ყველაზე წარმატებულ იუთუბერებს, ჩემს შორის და მათში ყველაზე ჩემთვის და მათში ყველაზე ცუდსაც ვიტყვი. ანუ 5-ს ვიტყვი და მე 5-ზე ვინ გავიდა მაგასაც ვიტყვი, ვაფშე თუ გინდა top 5-ს ვიტყვი. 5 იუთუბერი. რატისბარი. გიორგი დანელია. გიორგი სარეშვილი. საეჭვა კაცი. და ზიპერა. ოქტოპუსი ესე იგი არ შევიდა 5-ში. ძალიან სამწუხარო ნამდვილად. რა გაგიმართლა? ხო. 6-ში ალბათ შევიდა. ანუ ოქტოპუსი ზიპერა და არა, ზიპერას და არა, მოიცა? არა, 5 ჩაატიე როგორ მე ხარ. 5 კაცს ჩაატიე მე 5 ადგილზე. ხო, აი რაღაც აი ოქტოპუსიც. ანუ ოქტოპუსს უბრალოდ ნაკლები გამოწერიყავს ბევრად. ზიპერა გაწიე გვერდზე. ხო და ბევრად ნაკლები გამოწერიყავს. ჩემთვის ახლა ოქტოპუსის კონტენტი უფრო საინტერესოა ვიდრე ზიპერასი რა. პირადად ჩემთვის. ესე ჩვენც ნახავთ ციფრებს, ვინც აქვს ყველა. პირადად ჩემთვის, მაგრამ ზიპერას ხო უფრო მეტი გამოწერიყავს მაგალითად. მასე ნიკათიემჯას ძალიან ბევრი გამოწერიყავს. მოდი კონტენტის მიხედვით იყოს ოქტოპუსი. ყველაზე ცუდი დაასახელი ხა მაგ 5-ში. ყველაზე ცუდი. მოდი ვთქვათ ამ თავიდანვე ვთქვათ ის რომ ცუდი არც ერთი არ არის. მაგრამ ყველაზე კარგებს შორის ამათ შორის ყველაზე ცუდი. ამათ შორის ყველაზე ცუდი ალბათ ჩემთვის ოქტოპუსი არის ამ 5 შორის. აი რატო? იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც შეუულიათ რომ უფრო განვითარდნენ სახლიდან გამოვიდნენ რაღაც ისეთი გააკეთონ. თან გიორგისაც ნათქვამი აქვს რომ ეხლა ვაპირებთ full time-ზე გადმოვიდეთო. და ვფიქრობ რომ ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვს რომ უფრო კარგი ვიდეოები გააკეთონ რა. ანუ ძალიან მომწონს ეს სტერეოტიპები, ძალიან სასაცილო არის, მაგრამ რაღაცა ახალი გვინდა რა. თქვენგან გვინდა რაღაც ახალი და დარწმუნებული რომ ბევრად უკეთ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებ თუ full time-ს დავუწყოთ. მიღებულია მე მგონი ნიკოს პასუხი. გუგა, კარგი, აბა მიპასუხე, მაშინ შენ საეჭო კაცთან დაკავშირებით კითხავ ერთ-ერთ შეკითხვას, რატომ არის შენთვის ყველაზე წარუმატებელი იუთუბერის სიმბოლო საეჭო კაცი და რა არ მოგწონს მასში? თორნიკე საიდან მოიტანე რომ მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი, მაგრამ საეჭო კაცი მომწონდა ადრე უფრო ბევრად ვიდრე ახლა, იმიტომ რომ იყო ახალი, ის ხუმრობები, სტილი ძალიან ახალი იყო და ატაცებადი იყო რაღაც ისტორიები რასაც ყვებოდა, მაგრამ როდესაც ამას სისტემატიური სახე მიეცა და ამდენი ხანი ამას აკეთებ, ცოტა მოსაბეზრებელი გახდა რა და მე ვფიქრობ რომ ანუ რაღაც ახალი სტილი უნდა როგორც ჩვენი ჭამა მოგბეზდა ხალხს. ანუ ჩვენი ჭამა ჩვენვე მოგბეზდა და შევცვალეთ. ანუ მოგბეზდა, იმიტომ დიდხანს ერთი და იგივეს ვაკეთებდით რა და ასევე საეჭვო კაცს ჭირდება რაღაც სხვა ჩემი. აი ხო აქვს რაღაცა მე მგონი ახალსაც აკეთებს როგორც ის ჩელენჯებს მათ შორის. კარგი, გასაგებია. გუგა, მოდი ახლა ჩვენ დავეცეთ ამას რა. დავეცეთ, რასაც ქვია. დაიწყე და შევყვებით. არ ვიცი, მოიფიქრე რამე, აი ფიქრობ. აი ვერ ჩამოყალიბდი ბოლომდე რა დაუსვა, მაგრამ ნიკოლოზ ჩემთვის რთული შეკითხვა არის. მოდი ვისაუბროთ. კი ბატონო, მე მაინტერესებს შენთვის გიორგი დანელია. აი ამ ამბების მერე როგორ ტიპაჟად ყავს წარმოდგენილი, რას ფიქრობ მის პერსონალიტიზე და მის კონტენტზე? და მის concurrence-ზე. Concurrence-თან დაკავშირებით. მოგლედ, რა ვიცი, კითხვა საკმაოდ დაბიოა პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ამბებს ჩემთვის მის მიმართ ჩემს შეხედულებაზე არ უმოქმედია საერთოდ. მე როგორც ვიცნობდი გიორგი დანელიას YouTubers, როგორც ვიცნობდი გიორგი დანელიას. გიორგი დანელიას ვიცნობდი როგორც პროფესიონალ YouTube მოგწონს მისი კონტენტი, რომელიც არ არსებობდა საქართველოში. მომწონდა მისი კონტენტი? მოგწონს მისი კონტენტი. არც მომწონდა დიდად და არც ახლა მომწონს, მაგრამ ვფიქრობ რომ ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ადამიანი შეიძლება იყოს YouTube-ზე ყოველთვის. კონტენტი არ მოგწონს. რითი ფიქრობ რომ მისი მე რახან არ მომწონს. მე ემილიას კონტენტიც არ მომწონს, მაგრამ ძალიან მომწონს მისი მე პირადად არ ვარ ემილიას მაყურებელი ხო, მაგრამ ვიცი რომ ეგეთი რაღაცები უნდა არსებობდეს საქართველოში. და კონტენტი მოგწონს ემილიას. ემილიას კონტენტი იმასთან შედარებით რაც კონკურენციაში ყავს მომწონს, მაგრამ ანუ დანელიასე არ მოგწონს. დანელიასაც ეგრევა, დანელიასაც იგივეს ვარ. ანუ ემილიას და დანელიას ერთმანეთს ადარებ? ვადარებ. და რომელი ჯობია?
ანუ ემილიას და დანელიას არ ვადარებ ერთ და იგივე კონტექსტში. არა, თავის დარგში, რომელი არის უფრო ძლიერი? რა თქმა უნდა, გიორგი დანელია. რატომ არის გიორგი დანელიას არხი შენთვის უფრო წარმატებული თავის მიმართულებით, ვიდრე ემილიას არხი თავის მიმართულებით? ეგ რომ მე მაგაზე არ პასუხია დანელია, რომელი უფრო კარგიაო? არა, შენ და ემილიაო, ასა დანელიაო. დანელია უფრო პროფესიონალია, იმიტომ რომ უფრო მეტია. თუნდაც ავიღოთ აპარატურა აქვს, უფრო კარგადაც იღებენ, უფრო კარგადაც ამონტაჟებენ, უფრო კარგი ხარისხი. მაგრამ კონტენტი არ უვარდოთ. კონტენტი მე არ მომწონს. და რა არის მოდი გიორგი დანელიას კონტენტი შენთვის? მე მსგავსი ტიპის გართობა არ მიზიდავს, იმიტომ რომ მე მიჩვენია რომ ვუყურე უფრო დიდი ხანი რაღაც ემილია ტივის სწავლაზე და უთმობ ჩემი ყურადღება. ანუ რასაც შენ აკეთებ? აი, ჰანგრიმენში რასაც ვაკეთებ. ჰანგრიმენში რასაც ვაკეთებ, ის საინტერესო შენთვის? არც ისე. აი, მაგას ვარ. მაშინ ეგ გინდა? გადი. ადიქი. მაშინ რატო ხარ ჰანგრიმენში მოდი ვიპასუხე? იმიტომ ვარ რომ ხალხს შევუყვარდით, მე ამ სფეროში ჩავყავდი. ხათრით ხარ, ანუ ხალხის ხათრით ხარ. ძალით ხარ? ძალით არ ვარ, მე ძალიან მომწონს. გაძლებაზე ხარ თორნიკე, მოდი პიტერ. გიორგი, გენაცვალე. აი როგორ უნდა მიჭერა. ძალიან მომწონს ხალხის სიყვარული. და ანუ ეგ გაჭირავს. და შენ ქუჩაშიო ადამიანები ხვდებიან და სურათს იღებენ ჩემთან და ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ შენ ფიქრობ ის ხალხი, იმ ხალხს მოსწონს, ყველაფერი ძალიან მაგარია, უგეუბნება, მაგრამ შენ არ მოგწონს. და მაინც აკეთებ, იმიტომ რომ ხალხს მოწონს. არა, მეგობრებო. ხალხის მეგობრებო. პირველად გავიგე რომ იმას აკეთებ, რაც არ მოგწონს. მე არ ვიცი, ეს იყო ჩემი მეგობრებო. ეს არის ჩემთვის სურპრიზი, ეს არის ჩემთვის ახალი ინფორმაცია, თორნიკე ჭყონიას არ მოსწონს ანგრიმეში, რასაც აკეთებს, ხო? არა, მეგობრებო. ეს არის ძალიან უცნაური. ეს აკეთებს, თავზაუზოგავად შრომობს, იმას აკეთებს. სამსახურიდან წამოვიდა, ძალიან კარგი პოზიცია ჰქონდა. შრომა, მუშაობა ამ საკითხში. ვიდეოების გადაღების პროცესი, ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ ამ შედეგს ჩაუჯდები პუფში, ავიღებ ნატახტარის ლუდს, სივს, ავიღებ პოპკორნს და ვუყურებ. აი ეს ვიდეო არ არის ჩემთვის საკმარისი, რომ ის პროდუქტი მივიღო. მოდი თორნიკე მითხრა. აი მაგას ვამბობ. და რა ის რო ჰანგრიმენი რა საზიზრობა. ეგ ყველას გვინდა განვითარება და უფრო მეტი გვინდა. მე ჰანგრიმენი ის არ არის ჩემთვის, რაც ჩემს ოცნებაში და ფიქრებშია. ოცნებაში და ფიქრებში ჩვენს ბევრად კარგი გვაქვს. კი ბატონო, მაგას ვამბობ. მორჩა. მე იმას არ ვიზავ, რაც არ მომწონს, ან რასაც შენ ამბობ, ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი, იმიტომ რომ უფრო მეტი მინდაო რო თქვა, მაგას გავიგე. შენ არ მოგწონს. თუ არ მოგწონს, რატო აკეთებ? მე ვაკეთებ რისი ტრაკიც მაქვს. იმის იქით თავზე ძალა თუ არ მოგწონს. არ მომწონს განათება. ანუ ეს განათება არ მოგწონს. ეს კარგია, ეს 10 მეტრში კარგია. ერთ განათებაში 4000 ლარი. მე მინდა რომ ფერადი განათებები, განათების რეჟისორი ცალკე ყავდეს, კრანი ყავდეს, გასდე ბაგაჟში მაგდე. ანუ ილუზია გაქვს, ანუ ეგ არა. ანუ ჩემი პიკი არის ეგ. კრანი რომელიც 200,000 დოლარი. აი ეგ მინდა, ხო. ანუ და მაგიტო არ მოგწონს? ანუ შენ რეალურად ვერაფერს, შენ რეალურად ვერაფერს ის პიკი და კულმინაცია, რასაც შენ ანუ რეალურად ვერაფერს შენ ბულინგი რო არ წამოვიდოს, თქვა და თორნიკე არის მაქსიმალისტი. ამით დავასრულოთ ეს თემა. ნახე ნიკოლოზ აცდენილია ლოგიკას. თორნიკეს კრანი უნდა რომ კონდეს თუმე განათების რეჟისორი რომელიც ძაბებს მართავს და აქ მინდა რომელიც $1,000,000 მეტი მილიარდი ღირს. ეგ გინდა და შენ არ მომწონს შენი კონტენტი ამის გამო. არ მომწონს. რადგან კრანით არ მართავენ იმეებს, კამერებს. არ მომწონს, როცა თვეში 2 ვიდეო იდება. მეც არ მომწონს. მე მაგას გეუბნები. თვეში 2 ვიდეო არ იდება, მოდი მაგით დავიწყოთ ჯერ ერთი რა. აბანამდე რაღაცა პატარა ჩავარდნები ჩავარდნები ქონდა, ეგ ჩავარდნა ამ სტუდიას რო აკეთებ, ვინ გინდა რომ ვიდეო გადაიღოს აბა. არ გაქვს მაგის ფუფუნება, ჯერ YouTube-ზე არ არის. შეკითხვა არის შემდეგი. YouTube-ზე არ არის მაგის ფუფუნება. არ მომწონს რომ თვეში 2 ვიდეო იდება. ჩემი არხის ეხა პირდაპირ ეთერში კრიტიკა თქვენიაც მომწონს. არც ეს არ მომწონს, მაგრამ ახლა მეკითხებით, პასუხობ. ეგ არის რომ გვაქვს პრობლემები. ანუ შენ რო ოქტოპუსზე ლაპარაკობ და უკან რატო აქვს კარადა, ხო? მეც გპასუხობ, ჩვენს გვაქვს გავსი პრობლემები. ხო და მე მგონია რომ შენი ბევრად წინ ვარ მაგ მხრივ. შენი ნათქვამი რაც არ მოგწონს, რაც ჩამოთვალე. შენ კრანი რო გინდა, მე მინდა რომ კონტენტი გქონდეს უფრო. ზუსტად ეგრე, ანუ არაფერი არავის. შენ ხალხო, ანუ ამ საუბრიდან შეიძლება იფიქროთ რომ რაღაც კრანი თუ არა გაქნა $200,000 ისე ვერ შექმნით YouTube. ანუ არ არის ეგრე. არაფერში არ არის. ვინც არის ის კრანი ბავშვებო რა არის რა? ის კი არ არის ონკანს რომ მოუშვებ ხოლმე და წყალი რომ მოდის არა. ეს არის კამერა არის მიბმული ამ დანადგარზე და ეს ტელევიზიაში კარაქივით ლამაზად მოძრაობს ეს თორნიკე ერთი წუთი შესავალს გავაკეთებ. შენი დრო წავიდა. მეგობრებო, ყველა YouTuber-ს ძალიან გულშემატკივრობ, აბსოლუტურად, მათ შორის ჩვენ თავსაც. მაგრამ
მე მაქვს ასეთი დამოკიდებულება რომ მაქსიმალისტი ვარ და მინდა რომ ყველაფერი მაქსიმუმი გამოვწუროთ რა აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვკითხულობ ყველა ვიდეოზე რომ თითოეული ადამიანის აზრი მოვისმინო და გავითვალისწინო მოკლედ ეს იყო ჩვენი რუბრიკა წნეხი რომელიც ხშირად იქნება ჩვენს ყოველ პოდკასტზე მოდი დავნერგოთ რა დაწყო ეხლა დაინეგა ამ წამს დღეს თონიკა დაიწნეხა მაგრამ შემდეგზე შეიძლება მე არა ჩემი წნეხის საშუალებაც იყო მაგრამ თუ გამოძორი შო ეგ არის ცდილობა იყო მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად რათა იხილოთ მსგავსი წნეხები ჭამო გლომა გააკეთა იცი კი აბა აიღო თავის გრანდიოზული ჩანთა გაოსის რაღაცით და გამოგვიგზავნეს ეს ჩანთა აგერ გველოდებათ ჩვენ მაგარი დამშეულებიც ვართ ოღონდ არ ვიცით რითი არის გავსებული და ეხლა შევხედოთ ნახოთ მოდი ნახოთ თორნიკე ერთად რა გამოგვიგზავნო გლო ძამშია რა გავწუროთ შეიძლება ამოვიღოთ უკვე ამოიღე რატო ოლალა არ გახსნა ჯერ რატო რა დევს თქვათ ჩვენი მაზრები რადგან გლოვოს აქვს მაგნოლსა გარკვეული კოლაბორაცია სავარაუდოდ იგივეა ჩემი აზრი ხო ეხლა წარმოიდგინე რა იციან რომ ერთი საათი მაინც უნდა გადაგვედგა გვერდზე რა ეგრევე ხო არ შევჭამდით რა ეგეც არის ხო ვიცი რა ანუ კიტრიპამიდურის სალათა ცეზარუკა ხინკალი არ იქნება ხინკალი არ იქნება წვადი რიბა ფიშ ენ ჩიპსი შეიძლება სუში შეიძლება სუში ყველაზე ისეთი ვარიანტია რა არის ცივად რაც იწმება ცივი კანჭი გენაცო შენ რომ მაცივარის ძებს აი ამდენ ლაპარაკ აჰა რა გითხარი ძმა სორი ზელობა იყო უკვე ძალიან მივასება ანუ ერთ-ერთი ვარიანტი გამოვიცე ხო ნამდვილად ოლალა სრაფად ბიჭო სუშები ამდენია აბა ამ ხელა ჰანგრიმეს ორ თავს ხო არ მოგცემდნენ ნიგირი ცალკეა სუში ცალკეა როლები ცალკეა ძალიან დიდი მადლობა გლოვოს რომ ზრუნავს რომ არ ვიყოთ მშივრები რა აი ძამშიო და მართლა თან სასმელი გვაქვს საჭმელსაც მივაყოლებ მე სასმელი აღარ მაქვს და აი დავამატოთ მე არის საშუალება მესამეს გიჟი მაგრამ მე სწორი დავლია რა იყო მესამე სამი რა იყო დავიწყეთ ჰოპ გაჩერდი ერთი წამი ესე არ არის ნუ მოიპოვო საჭმელი აუф კი ეგრე გავაკეთე არ მინდა მშია ეს ყველა ჩემია და გეხვეწებით არა კაი ხმართ მშვიდობაში მოპოვებაზე გუგა გააკეთე ეხა მოგტო შენს ყველაფერი რა ჩადე მეც თვითონ ჭა მაგასო მეგობრებო ოპერატორებო მიერთ მართლა არ მოგერიდოთ ჩვენ აი ესე ზრუნავთ ჩვენ სტაფზე არ გეგონოთ როგორც სამსახურებში ექცემიან ზოგი ერთები და მიგემის ერთს ავიღებ და ეგ არის აჩ ესეც კაია გიო შენ სუში მადლობა გლოვოს გაასწორა ხო უკვე მას გაასწორა და შეგვიძლია საქმე შევუდგეთ რა საქმიანობთ YouTube-ის გარდა და თქვენი ჰობიო ჩოგბურთი პოკერი არის ჩემი უსაყვარლესი სპორტი პოკერი მიყვარს ასევე ბაღში მუშაობა მცენარეებთან ესა თქვენ და ხუმრობით არა ჩაურთო იმორი ჩაურთო აი ხოთხოვე არ გინდა შეზლონგზე წოლა და მეტი არაფერი უღრაში მუცლის ფხანა და ჭამასმა არის ჩემი ჰობი ჭამა ყველაზე ბევრი რამით ვერთობით გუგა მოდი შენს ჩემი ჰობი მთავარი ჰობი არის მუსიკასთან სიახლოვე და მუსიკა არის ჩემი მე ვერ ვიტყვი ეგ შენი ჰობი არის უფრო პროფესიონალურ დონეზე გექცევი მაგრამ ძალიან არ ხობად ვაქცევინეთ პროფესიად არ მაქვს ქცეული იმიტომ რომ მე ამით თქვათ ოჯახს არ ვარ ჩემი მუსიკით და მე ამით ჩემი თავის სიამოვნებაზე ზრუნავ გარდა ჰანგრიმენისა რა თქმა უნდა მიყვარს სპორტი ყველა სპორტი ფეხბურთელები ვართ სამივე პროფესიონალები ვიყავით იმიტომ რომ დინამოში თამაშობდით ჩვენ ნიკა გერმანიაში თამაშობდით დავამტკიცე ჯარიმები ძმაო ჯარიმებზე ცოტა ფორმაში არ ვიყავით ღიპი ჭამა რაღაცა გადავაყოლეთ მიყვარს მეგობრებთან ერთად დალევა და გართობა სტანდარტულად ბანალურად ჩემს ჰობზეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას სპორტი რა თქმა უნდა ფეხბურთი ჩოგბურთი პინგ-პონგი მეც მე დაგუბრალო დავიწყებთ იქ აღარ ვამ სიამოვნება თორნიკე არ გვემეგობრება არა თორნიკე სხვა სტილი აქვს უბრალოდ მე კრუჩონები ძირითადად და ეგრევე გვიმთავრებს კი აყამარებს ეგრევე
ჭამას ხობად ვერ იმასვსა, უბრალოდ ვიკმაყოფილებ ჩემს ბუნებრივ მოთხოვნილებებს, შენ იმისთვის ჭამ რომ იცოცხლო, ხო? და გემოები აქვს. გიგრაჩი ხა გიჭამია, გინ დედამული ბურგერი? არა, ხობი არ არის ეგ, ანუ. ესეთი რაღაც კითხეს, პაროდიებს თუ აკეთებო და რატო შეწყვიტეო ზოგადად ჩვენთვის პაროდიების კეთება? რა შემოგთავაზებ ეხლა? ანუ უპასუხებ რომ მე პაროდისტი არასოდეს ყოფილვარ და არც ვიცი. მაგრამ ძალიან კარგად გამოგდის ჩემი გუგამი. ჩემი ცოლი ზაქალების განახლა, ვაფშე იცვალა პერსონაჟები, ადრე კი გააკეთა. აი ხა გავა, აი გავა ძველი კადრები. აი ხა ბოდი შეიცვალა, ჯეკო გაიზარდა ცოტა ხო? ოდნავ წამოიჭდა. ცოტა დაუბოხე. დათო გააკეთე. დათოს გააკეთე. დათო კი ნინო. ხა დაშოვებული. კი ნინო. კარგია. ჯემალი? ჯემალი შეგიძლია. ჯემალი ისა. რა გაგივლებს ხალო რა? კარგია მანანა? რა გინდა ხალო? სულ გასხვალ კი ეგო რა. კარგია. სულ გაზულუხტი. მანანა გვაქვს? არა დედიკო, აუცილებლად უნდა დახვიდე დედიკო. ტიპი, კარგი ბიჭი. კარგია. რას ქვი? ნელიკო? მოხვედი დედა. ეგა. მე დედა მომიგდეს თავი. ბიჭო, ეხლა მოდი ახლებით რა? ეჯისტი ხარ? დედა შვილი მკითხა. ერთი იცის მაგარი, ლევანიკოს დედის პაროდია. მაგარი. მიდი. რას ნიშნავს არ გინდა ლევანიკო? რა უცნაური კაცი ხარ გიარა? ოუ, ხო აგადაო, ზაკაი. ეს გიას გამოჩნდა მოკლედ გააგიჟეს ეს ქალი. ძალიან მარტივად. წესიერად ლევანიკო! წესიერად ჩემ! კარგია. პრეზიდენტი? ის შაგუ. გეხვეწები, ჰა? შაგუ ის. აი ლობიო შეკმაზული მაგ. კაია, ცოტა. ლაილას შეკმაზული. აი, ზუდი არის. იგივები არ გონდა. იმის ბაქარის დედა, ბაქარი შეგიძლია? ბაქარის დედა. ბაქარის დედა. შენ რას გეტყვი თუ იცი? მომხედე ერთი აქეთ. დათუნა არა და ორი. თინა რა ის? დედა აღარ მკითხო. მერაბის პაროდია შეგიძლია? ხო, ეგ ბიჭო გავს. ზაზა. მოგიტყოდ დედებს. ზაზას სოლი. მე ნინასთან აღარ გრიშა? აბა გრიშა კაგაჩიას პაროდია. აი გრიშას თორნიკი აკეთებს. შეგიძლია? ამარა. ახლავე ბატონო გრიშა. გისმენ ბატონო გრიშა. კი, ეგ არის. ყვაზი მანტკავა და დოჯი ალიშბაია გააკეთე. დოჯი ალიშბაია. რა ხდება აქ? ეგ არის ხო? აგი კი. სადღაც თქვა ესე მარტო. აბა როგორ გინდა? არა მინდა დოჯი. მეგობრებო, ეს იყო Hungry Man-ის რიგით პირველი გადაცემა ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე. ერთი კვირის თავზე შევხვდებით. შვიდობით, დროებით, კარგი შვიდობით. კარგად იყავით. ჩვენ გვიყვარხართ. გამოვშვით კითხვები, საინტერესო კითხვები და ჩვენ მასე აუცილებლად გიპასუხებთ. Come on. Yeah, grandma, of course my name is Cash. Yes, sir. I wanna see my cake. I'm gonna kiss my lips and talk with me. Fine,